თუმში ქუჩების კეთილმოწყობა გრძელდება, ამ ეტაპზე სამუშაოები ასათიანისა და ვაჟა-ფშაველას, ასევე რუსთაველისა და მემედ აბაშიძის ქუჩებს შორის სხვადასხვა მონაკვეთზე მიმდინარეობს. ესპანური დიზაინით უკვე კეთილმოეწყო ძველი ბათუმის უბანი. სამუშაოების მომდევნო ეტაპი ტროტუარები და ველობილიკებია. სანაპირო ზოლიდან ქალაქის ცენტრამდე ახალი ველო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ქუჩებში უკვე დაწყებულია. ვიდრე ველობილიკი წითელი საღებავით დაიფარება და მასზე საგზაო ნიშანით დაეტანება, მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ბილიკის უსაფრთხოებას თავად ამოწმებს. ველობილიკი ქალაქის ცენტრში ყველა ქუჩაზე ინგლისური ტექნოლოგიით აშენდება. ტენდერში გამარჯვებულმა ფირმა ლინდეკ ჯორჯიამ დაიწყო ბათუმში პირველი ველობილიკის მშენებლობა. ასათიანის ქუჩიდან დავიწყეთ. თითქმის მთელ ქალაქში მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. ახლა ეს არის რასაც ხედავთ პირველი სტადია. გრანიტისა და ბაზალტის ფილების ზოლი, რუსთაველი ჭავჭავაძისა და გოგებაშვილი მელიქიშვილის ქუჩებს შორის მოქცეული მონაკვეთების ბორდიურებს გაყვება. სამუშაოების 1/3 უკვე დასრულდა. ევროპული დიზაინის კეთილმოეწყო ძველი ბათუმის ტერიტორია, ბარათაშვილის ქუჩამდე. ჩვენ დღესდღეობით მიმდინარე სამუშაოებს ვაწარმოებთ ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში და იმედი გვაქვს, რომ ეს არის 1 ოქტომბრამდე პერიოდი, ამის დრომდე ამ სამუშაოებს ჩვენ დავასრულებთ. ხელშემშლელი პირობები არ არის და ასე რომ იმედი გვაქვს, რომ ჩავეტევით აღნიშნულ დროში. რამდენიმე დღეში დასრულდება გორგაცლის, ვაჟა-ფშაველასა და გოგებაშვილის ქუჩების კეთილმოწყობა. ქვაფენილის დაგება ამ ეტაპზე ასათიანისა და ვაჟა-ფშაველას, აგრეთვე რუსთაველისა და მემედ აბაშიძის ქუჩებს შორის სხვადასხვა მონაკვეთზე მიმდინარეობს. მოგვიანებით კი სამუშაოები 26 მაისის, აგრეთვე ზუბალაშვილისა და კლდიაშვილის ქუჩების დარჩენილ მონაკვეთებზე გადაინაცვლებს. მელიქიშვილამდე ქუჩების ძირითადი ნაწილის რეაბილიტაცია ჩვენ ნახევარში დასრულდება. ოქტომბრის დასაწყისამდე ეს ქუჩები მელიქიშვილის ქუჩის ჩათვლით იქნება კეთილმოწყობილი. ასევე 2-3 დღეში დასრულდება ეს გრანდიოზული პროექტი, ეს რომელიც ქვია გოგებაშვილის ქუჩა და 2 დღეში ორივე მხარის მიმართულებით გაიხსნება ეს მონაკვეთი. ასევე ამ დღეს უკვე დაწყებული არის მემედ აბაშიძის ქუჩაზე ტროტუარების კეთილმოწყობა. დასაქმებულია 35 ადამიანი. ძალიან სისწრაფით მიდის მუშაობა, ამინდებით ხელს გვიწყობს და დაახლოებით 3-4 დღეში მოვრჩებით ამ ქუჩას. ის ვაჟა-ფშაველას კვეთამდე და რა ვიცი, ხალხი წყნაყოფილია. იერსახეს ეტაპობრივად შეიცვლის ქალაქის გამწვანებაც. სანამ ბათუმს ახალ პროექტს მოარგებენ, მანამდე მწვანე ზოლს დაზიანებული მცენარეებისგან ათავისუფლებენ. სამუშაოების ზღვისპირა ზოლიდან ცენტრალურ ნაწილამდე მთელ პერიმეტრზეა დაგეგმილი.